მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს აი ვფიქრობდი მეთქი რა გაშლა გავაკეთო დღეს, რა განვიხილოთ და მომივიდა ესეთი აზრი. შევიდით ნაკადში. აი ვნახოთ ნაკადიდან ვინ წამოვა, ვნახოთ ახლა თქვენ თავს თუ იცნობთ, ვნახოთ ახლა შეიძლება რამე გაწუხოთ ისეთი, რაზეც უნდა მივაქციოთ ყურადღება და ბარემ ვკითხოთ. აბა ვნახოთ ვისთვის იქნება ეს გაშლა. შევხედოთ. ნუ აქ უკვე მეუბნებიან რომ ეხლა ნახეთ ეგრევე წამოვიდა როგორი ენერგია იცით ეხლა მე ვეცდები მაქსიმალურად რომ დედოფალიც ვნახოთ დედოფლამდე მივალთ და მეფემდაც რო თქვათ ეხლა ნუ შევხედოთ როგორ წავა ეს გაშლა ჯერ თავიდან ნახეთ როგორ იწყება აქ არის ახლა სიტუაცია ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერ პირველ რიგში ორი მაღალი არკანი გამოდის, მეორე, ესე იგი ნახეთ როგორ ხდება. მიდის უდიდესი ტრანსფორმაცია. ნახეთ კოშკის არკანი, რას გვეუბნება ჩვენ, იმიტომ რომ ადამიანი დგას არჩევანის წინ ახლა. ან არის ისეთ სიტუაციის წინ, სადაც მართლა უნდა გააკეთოს რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს. რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აქ არის 16 არკანი კოშკი და მე-10 არკანი არის აქ პენტაკლების. ანუ ეხლა წამოვა შეიძლება ამაზეც ამ ენერგიაზეც რამდენიმე ინფორმაცია. ნახეთ. კოშკი ისეთი არკანი არის, როცა ადამიანმა რაღაც გაიარა განსაზღვრული გზა, მიიღო გამოცდილება, ეს კარმული არკანი ძალიან და შეიძლება გაკვეთილებიც გაიარა, იმიტომ რომ 10-იანი არის აქ პენტაკლების, რაღაცა მანძილი, რაღაცა გზა გამოიარა ადამიანმა. და ამასობაში დააგროვა რაღაცა გამოცდილება. რადგან აქ არის პენტაკლები, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია თქვა ან ცხოვრების სეული დააგროვა გამოცდილება, ან შეიძლება ფინანსებზეც, იმიტომ რომ 10-იანი, მაინც პენტაკლები ეს მაინც ჩვენი ფინანსებია, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. და ეხლა ადამიანი ხდება, რომ მის ცხოვრებაში რაღაცა ეტაპი სრულდება და უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე. მაგრამ დგას არჩევანის წინ. აქ ახლა არჩევანის იმდენად იცით როგორ მოდის უფრო, მე მინდა თუნდაც ნახეთ, მე მინდა რამე შეიცვალოს ჩემს ცხოვრებას. მე დავაგროვა, ნახეთ, აქ ძალიან საინტერესო ამ არაკოლში არის ესეთი ბიჭი დგას, აქ არის ჩასადები რაღაცების და უდეს აქ ბევრი პენტაკლები, ბევრი რაღაც, ეს ან გამოცდილება, ან ფული, ან რაღაც. მაგრამ ახლა როგორი ინფორმაცია მოდის, იცით რომ თითქოს თქვენ ახლა შეიძლება ზოგისთვის ახლა იცვლება სიტუაცია უშუალოდ ფინანსური რატო. მე დავფიქრდი რომ ისეთი ეს პირველი მოდის ახლა. მე დავფიქრდი რომ მე მინდა შევცვალო საერთოდ მიდგომა ფინანსების სადმე. არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცამ დაიწყო აქ თუნდაც შესწავლა. სიტყვაზე შემოსავალი გააქვს, მაგრამ მოდის დროთა განმავლობაში, მოდის ადამიანთან ესეთი აზრი, რომ როგორ შევინარჩუნო, შეიძლება ფიქრობს იმაზე, იქნება სადმე ჩავდო ეს ფული, რომ კიდე უფრო გაუმჯობესდეს ჩემი მდგომარეობა ფინანსური. აქ ეგრევე აშკარად ვიღაცას ექნება უეჭველი, რაღაცა შეეცვალა მიდგომა ფულის სადმე. კიდე არის ესეთი მომენტი, რომ შეიძლება ვიღაცას ოჯახური სიტუაცია შეეცვალა, ან ცხოვრება საერთოდ რაღაცა ახალი ეტაპი ცხოვრების იწყება. და ამ ეტაპს ადამიანი როგორ უყურებს, იცით, რაღაცა შანსი მომეცა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და მე ძალიან მიხარია ეს, იმიტომ რომ მე ეს ძალიან მინდა. მე-6 არკანი, ხო ვიცით ჩვენ რომ ეს არის როცა მე მართლა ძალიან მინდა რაღაცა. მე როცა გულით მინდა რაღაც რომ მოხდეს და რაღაცა შეიცვალოს. აქ ამდენი ჯერ ნახეთ რამდენი ინფორმაცია წამოვიდა. ეხლა ვნახოთ. კი,
ну, პრინციპში ნახეთ როგორი სიტუაცია არის. აქ ადამიანი დიდი ხანი ანუ ეწინააღმდეგებოდა შეიძლება ამ სიტუაციას, მაგრამ როგორი ენერგია არის, მოდის იცით, ბევრს ვფიქრობდი, რომ აი თუნდაც რაღაცა პერიოდი ცხოვრების რო გავიდა, აქ ადამიანმა მიხვდა, რომ კი, ცუდი არ იყო, მაგრამ რაღაცნაირად აი უფრო ეთყობა ისეთ პერიოდში ადამიანი აღმოჩნდა, როცა ფიქრობდა იმაზე, რომ რა შემიძლია გავაკეთო. იყო რაღაცა შესაძლებლობები შეიძლება, მაგრამ უარს ამბობდა ადამიანი. შეიძლება მზად არა ვარ, ან არ მომწონს. ანუ აქ ნამდვილ ძალიან გლობალური ქონდა ადამიანს თან კაი ხანი, ნაფიქრები რაღაცა სიტუაციებზე, რომელიც მიიყვანეს აი ზუსტად ამ მდგომარეობამდე. გაიგეთ? იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ მინდა რომ რაღაცა შევცვალო, ანუ არ მომწონს მე რაღაცა ისე როგორც ახლა ხდება, მე ეს აღარ მომწონს. მე მინდა რომ შევცვალო. აი აქ даже არ გამიკვირდება, რომ შეიძლება თქვენ ცხოვრებაში მოხდა რაღაცა ისეთი გლობალური სიტუაცია, რომელიც თქვენ მიგიყვანათ, ანუ გაიძულათ, რომ რამე შეგეცვალათ თქვენში. აი ეს იქნებოდა, ეს არის აქ უეჭველი, ხა აქ შეიძლება ღრმად კიდე შესვლა, მაგრამ ამავე დროს კი, აქ შეიძლება ურთიერთობა იყო, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანი შეიძლება იყო ურთიერთობაში ისეთში, რომელმაც მართლა ხანძლივია, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ბევრი რაღაცა მტკივნეული მომენტებიც გამოვლილია, ამ სიტუაციამ თქვენ, ესე იგი, ბოლოს და ბოლოს მიგიყვანა იმ დონემდე, რომ მე მინდა, ანუ ვიფიქროთ ჩემს თავზე, მე მინდა, ანუ აქ даже როგორი მომენტი არის, თუ რამეზე ბრაზდებოდით თქვენ და გწყინდათ, თქვენ ეხლა ისეთი ანალიზი გააკეთეთ, რომ ხვდებით, რომ პრინციპში ეს ჩემთვის ეს სიტუაცია იყო სასარგებლო. თუნდაც აქ ხან უსაჯარო გაშლა შემიძლია თქვა, თუნდაც შეიძლება თქვენ გქონდეთ даже სამკუთხედი. ანუ რაღაცა ისეთი სიტუაციები გამოვლილი, რომელიც მოახდინეს თქვენში დიდ ტრანსფორმაცია მოახდინეს, მაგრამ სულიერიც მოახდინა ტრანსფორმაცია და ამავე დროს თქვენ ცხოვრებაში მოხდა ძალიან დიდი ცვლილება, იმიტომ რომ ეს აქ უეჭველი რაღაცა პერიოდი დასრულდა, რომელიც ახლა, მაგრამ აქ ადამიანი მართლა რაღაცას აკეთებდა. აქ არ არის ის, რომ არაფერს არ ვაკეთებდი, გაიგეთ? და არ გამოვრიცხავ, რომ აქ იყო, შეიძლება ხო გეუბნებით, სამკუთხედში მოხდა და თან პლუს კიდე ნახათ როგორი მომენტი, აქ ვიღაცასთან შეიძლება გამოუჩნდა ადამიანი, რომელიც იყო აი დაუშვათ დიდი ხანი არ ქონდა ურთიერთობა, შეიძლება თქვათ ადრე ეს ადამიანი გაიცანით, მე უცბად გამოჩნდა ეს ადამიანი და მაგრამ თქვენ მთელი ცხოვრება მაგაზე ფიქრობდით. ნახეთ, ფიქრობდით. აქ ეგეთ სიტუაცია ვიღაცასთან იქნება, მაგრამ და ეგ სიტუაციები ნახეთ თქვენ რა ხდება, კი მოხდა, აი ვიღაცის ისტორია წამოვიდა ახლა, რომ ეს ადამიანი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეიძლება არ გამოვრიცხავ, თქვენ აპირებდეთ ამ ადამიანთან დაუშვათ ცხოვრებასაც, შეიძლება თქვენ გინდოდეთ, რომ აი даже ფიქრობდით, რომ თქვათ ამ ცოლობაზე რამეზე აი ეგეთზე, იმიტომ რომ იმპერატორი გამოდის, სამომავლოდ გქონდათ მაგასთან ფიქრი, მაგრამ დარჩა ეს შანსი, როგორც შანსი, ანუ არ განვითარდა. აი ვიღაცის ისტორია ეგეთიც არის აქ. კი ბატონო. აბა კიდევ ნახოთ, ახლა ჩვენ მე მინდა დედოფალი გამოვიდეს, რომ უფრო ну, აქ რა არის, იცით, ეს ადამიანი რო შემოვიდა, ეს ვიღაც ისტორია მოდის აქ, ნახეთ, თქვენ დაიჭირეთ ეს ისტორია, შეიძლება თქვენ დაიწყეთ ურთიერთობა, მაგრამ ის, რასაც თქვენ ელოდებოდით, არ მოხდა, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, ანუ მე მეგონა, რომ შეიძლება ეს ურთიერთობა, თქვათ, განვითარდება, მაგრამ არ განვითარდა. ну, პრინციპში ეს
არის ესეთი პროგრამებიც მატრიცაში, როცა ადამიანი წარსულიდან ბრუნდება, ზოგი ხო არის პარტნიორი ისეთი არის, რომ მთელი ცხოვრება მასთან კიდე რაღაცას, აკეთებ, შეიძლება თქვა, ან გამოჩნდება ესე დროს, როცა შენ გჭირდება რაღაცა ბიძგი. ეს ახლა ჩვენ, რა ვიცი, ვინც უკვე ჩემთან არის დიდხანს, ბევრჯერ მაგ ნათქვა ამი, რომ არც ერთი ადამიანი, არც ერთი სიტუაცია ჩვენ ცხოვრებაში არ ხდება ტყილა უბრალოდ, არც ერთი, აბსოლუტურად ყველა სიტუაცია არის რაღაცისთვის. ეს არის უკვე აქსიომაზე აქსიომა რა, რომ ყველაფერი ხდება რაღაცისთვის ჩვენ ცხოვრებაში და ამიტომ ეს ადამიანები, აქ კიდე ვიღაცა მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და შეიძლება ზუსტად ეხლა პირველი ენერგიები რომ აჩვენეს, ეს სიტუაცია შეიძლება იმოქმედა ზუსტად აქ გადაწყვეტილების მიღებაზე. მიხვდით? კი ბატონო, კი, ეს ურთიერთობა, კი, აგერ პენტაკლების მეფე გამოჩნდა ისევა, ანუ ეს იყო ძველი სიყვარული. აქ გეუბნებით, აქ რაღაც ისეთი ისტორია არის, ვიღაცისთვის იქნება ალბათ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გვაჩვენებენ ჩვენ, რომ ეს სიტუაცია არ შედგა ეს ურთიერთობა, შეიძლება დიდი ხანია, თქვათ, ეხლა იცნობდით ადამიანი ადრე, მაგრამ ეს ოცნება როგორც იყო, მორჩეთ, მაგრამ აქ ეხლა შეიძლება даже ვთქვათ, რომ ისე დაშორდა, მაგრამ ეს ურთიერთობა იყო ძალიან გადამწყვეტი თქვენთვის, იმიტომ რომ ზუსტად მიხვდით, რომ უკვე, ეს დავასრულე, всё დავასრულე, უკვე აღარ მინდა, всё მე მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ თქვენ ხო გეუბნებით რაღაცას ახალი სამყარო გაგეხსნათ. აქ ზოგი შეიძლება ეზოტერიკაში წავიდა, ფსიქოლოგია დაიწყო ისწავლა, ან даже ზოგი საზღვარგარეთ შეიძლება წავიდა, მაგრამ რაღაცა ისეთი თემა არის, როცა ამ ადამიანმა ძალიან იმოქმედა, მაგრამ რაღაცა ახალი გზა გაგიხსნათ, გაიგეთ? რაღაცა ის რაც იყო თქვენში დახურული, ეს გახსნა ამ ადამიანმა თქვენ ცხოვრებაში. იცოდეთ, აქ ვიღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება არის. ბიჭებო, თუ თქვენ უყურებთ ახლა, თქვენთვისაც ეგ მომენტი არის, რომ რაღაცა თქვენი სიტუაციაც ეგეთი იყო, ალბათ, რომ ვიღაც ადამიანი შეხვდა თქვენ ცხოვრებაში, რომელთანაც თქვენ ვერ შედგა ურთიერთობა, მაგრამ ამანაც იმოქმედა რაღაც თქვენ განვითარებაზე, იცოდეთ რა. მაგრამ მე მაინც ახლა კიდე მინდა დედოფალი მოვძებნო. კი, იმიტომ რომ აქ ახლა ისტორია ძალიან საინტერესო, ხო გეუბნებით, რომ ესე იგი, თითქოს ეს სიტუაცია, რაც მიგითხარით, რაც არის, ამან მისცა ადამიანს დიდი ბიძგი, რომ თითქოს როგორ არის, ესე ჩაკეტილი ვიყავი, ვფიქრობდი უფრო ფინანსებზე, რა არის, საერთოდ ფინანსები კაია, მატერიალური მხარით ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებლად ადამიანი აქ რომ მოვიდეს, სული უნდა განვითარდეს, აუცილებლად სულიერ გზაზეც უნდა დადგეს, აუცილებლად. და მოდის ადრე თუ გვიან, მოდის ისეთი სიტუაციები და ყველაზე ხშირი სიტუაცია არის, რომ ჩვენ გვიგზავნიან ადამიანს პარტნიორის სახით, რომელიც ან გვიყვარდება, ან შეიძლება როგორც გეუბნებით, რომ თქვათ, წარსულიდან დაბრუნდა ვიღაცა, ხო? და უცბად თქვათ რაღაცა ურთიერთობა დაიწყო, ან ტრანზიტულებიც არიან, ხო? რომ შემოვიდა და უცბად მივხვდი რა, რომ დაუშვათ ახლა რამდენჯერ და ძალიან ბევრი გოგოები მოდიან, მანამდე სანამ ეს ადამიანი შემოვიდოდა ჩემ ცხოვრებაში, არც ვიცოდი ტაროზე, არაფერი დაუშვათ, ან ეზოტერიკაზე, არც ვიყავი დაინტერესებული ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდი, მაგრამ როცა თვითონ სიტუაცია იმდენად უცნაური ხდება, რომ ძალაუნებურად გინდა თუ არ გინდა, შენ ეძებ მე ინფორმაციას, იმიტომ რომ უცნაურია, ხო, დაუშვათ და მე სამყარო ის იმუშაობს, რომ ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ვეძებთ უკვე ინფორმაციას ინტერნეტში, ხო? შეიძლება დაუშვათ შეიყვანეთ სადმე, ხო? თქვათ, ან რისთვის შემოვიდა ადამიანი, ან რატო ასე იქცევა მამაკაცი, თქვათ, ან ქალი რაღაცა და მე ინტერნეტი ის იმუშაობს, ეხლა უკვე თანამედროვე არის, ხო, ეს სივრცე საინფორმაციო, რომ
თქვათ ხა ვიდეოს ნახულობთ დაუშვათ, აი ამოგიგდო ვიდეო ამ თემაზე, რაც გაინტერესებთ, თქვენ მოусმინეთ და გაინტერესებთ, მე კიდე და მე თქვათ თქვენ თვითონ მივხვდეთ, რომ მეც მინდა რაღაც აიგეთი რამე ვისწავლო. ნუ ეს მოკლედ გეუბნებით რა, იმიტომ რომ აქ არის ეგეთი სიტუაცია, რომ თითქმის ახლა აი თქვენ თავს აი გამარჯვებულად გრძნობთ, რომ მე აი თითქოს აი ერთი და იგივე ცხოვრობით რო ცხოვრობდი, ეხლა შეიცვალა რაღაცა ბიძგი შემოვიდა და ანუ გადავწყვიტე რომ ჩემი ცხოვრება შევცვალო. კი ბატონო, კი. აი ტრანსფორმაცია, აი ძალიან ტრანსფორმაციები მიიღეთ თქვენ აქ და ნამდვილად შემიძლია გითხრათ რომ გვაჩვენებენ იმას, რომ ანუ გავაკეთე ის, რასაც მე მინდოდა დიდი ხანია, მაგრამ არ ვაკეთებდი. შეიძლება ეგაც იყოს აქ. მაგრამ ეხლა გადავწყვიტე და ჩემი ცხოვრება შევცვალე. ნუ მოკლედ რო ვთქვათ, ეს ვიღაცა პიროვნება, ვიზეც აქ არის საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენ ცხოვრებაში იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება შეცვლილი იყო და თქვენ გეპოვათ თქვენი გზა, ნამდვილი გზა, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას და თქვენ გიხარიათ. ახლა თუ არ გიხარიათ, იცოდეთ თქვენი გაშლა არ არის, იმიტომ რომ აქ ადამიანს კი უხარია. ახალი რაღაცა შემოდის ჩემ ცხოვრებაში და მე ნამდვილად ეს აგერ მოვიდა კვერთხების დედოფალი. კი, მე ანუ ამ სიყვარულმა, ამ შეხვედრამ, ხო? ამ შეხვედრამ მიაღებინა ამ ქალს დიდი გადაწყვეტილება მიაღებინა, იცოდეთ თქვენ? ძალიან დიდი, კი, აგერთ ასე წამოვიდნენ ჩვენი დედოფლები, კი. და ნამდვილად, აი აქ როგორი მომენტი არის. ხო გეუბნებით, შეიძლება დაუშვათ მთელი ცხოვრება და აქ ადამიანს უყვარდა. შეიძლება даже იმედებს ამყარებდა, შეიძლება ოცნებობდა, რომ თქვათ შეხვდებით ან რაღაცა, მაგრამ როცა შეხვდნენ, ეს სიტუაცია საერთაშორისო ძალიან ხშირი არის, ნუ ჩემ პრაქტიკაში ყოველ შემთხვევაში, როცა კიდე შეიძლება გავიმეორებ ახლა ერთხელ, აი როცა ადამიანის მოდის რაღაცა დრო, რომ უნდა გაიღვიძოს, ხო? ჩვენ უნდა გავიღვიძოთ, ჩვენ რომ მოვდივართ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი დანიშნულება, რაც უნდა ვაკეთოთ, რისთვისაც ჩვენ აქ მოვედით, ხო? და რა თქმა უნდა, ამისთვის გვეძლება ჩვენს, ნუ რომ გავანვითაროთ ჩვენი ეს ნიჭი და ჩვენი, ნუ ის ამოცანები, რომელიც სული მოვიდა, რომ დაამუშაოს, ხო? ამისთვის სიტუაციები გვეძლება და ადამიანები გვეძლება. შეიძლება ადამიანი, რომელიც თქვენ დაუშვათ, გაიცანით წლების უკან. მე ეს ადამიანი, ნუ რაღაც შეიძლება, ნუ გონდა მაგას თქვენზე გავლენა, შეიძლება არ გონდა, მაგრამ დაგჭათ გონებაში. მე დროთა განმავლობაში დაუშვათ, მიდის თქვენი ცხოვრება, თქვენ რაღაც შეიძლება სხვა პარტნიორები ყავს, სხვა რაღაცა სიტუაციები გაქვთ, მაგრამ მე მოდის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, თქვენ შეიძლება даже ფიქრობთ მაგ ადამიანზე ხან შეიძლება მთელი ცხოვრება არა, სულ ყოველდღე არა, მაგრამ ფიქრობთ მაგ ადამიანზე დაუშვათ და როცა საჭირო დრო არის, ეს ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. და ანუ ისეთი რამ მოახდინოს, რომ თქვენ თვითონაც გაგიკვირდებათ. კი, შეიძლება შემოვიდეს სულ ახალი ადამიანი, დაუშვათ, ხო? მაგრამ აი აქ ახლა საუბარი არის იმაზე, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდა ზუსტად ადამიანი, რომელიც ადრე გაცნობილია, მაგრამ თქვენ რო ეს ადამიანთან რო თქვათ, რო გქონდათ შეხვედრა, აქ რაღაც სხვა იმედებს ამყარებდით, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც თქვენ გეგონათ. იმიტომ რომ ნუ ჩვენ ახლა მიწერ დონეზე ყოველას როგორ რას ფიქრობ, შეხვდა ადამიანი, ესე იგი всё უნდა ავაღდგინოთ და ჩვეულებრივი მიწერი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ, როგორ, მაგრამ ეს როცა არ იცი, მე მიდის გულის ტკენა, მე მიდის აი რატო მე ხო ასე მეგონა, მე ხო ისე მეგონა, მე მაგას მთელი ცხოვრება ან ველოდებოდი, ან ვოცნებობდი, ან ნუ აი დაუშვათ მოვიდა და ისე ეს ჩემი გრძნობები გაიღვიძა და მე მეგონა რომ ჩვენ ერთად ვიქნებით, მაგრამ არ მოხდა და ასე შემდეგ. ეს არის მიწერ დონეზე, მაგრამ აი ხშირ შემთხვევაში ჩვენ მიწერ დონეზე ვერ ხსნით რატო. ამიტომ ჩვენ გვაძლევს საშუალებას
ზუსტად აი ეზოტერიკა ხო ტარო ხო იცით თქვენ ახლა თქვენს აღიარეთ უკვე დავინახე კომენტარებში რომ თქვენი ფსიქოლოგიის წიგნი მაგრამ მუშაობს ხო ტარო უფრო ადვილი ინსტრუმენტი რომელსაც შეუძლია რომ ჩვენ გვეთხრას პასუხი რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი და რა უნდა გავაკეთო და უშოთ რომ ამ ადამიანთან გავაგრძელო ურთიერთობა არა თუ გავაგრძელებ როგორ განვითარდება და ასე შემდეგ რა ხო და აი ამიტომ გეუბნებით რომ აქ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი იყო ბიძგი რომ გოგო მიიღო გადაწყვეტილება რომ რაღაცა აი რაღაც ინსაიტი მოვიდა ან ცხოვრება შეცვალა ამ ადამიანმა გაიგეთ რომ შეიძლება ამათმა თქვა არ დაიწყეს ერთად ცხოვრება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ შეხვედრით დასრულდა როგორი მომენტი მე მივხვდი რომ всё ეს ისტორია დამთავრებულია მაგრამ ამ ისტორიამ მე მომცა ბიძგი იმისთვის რომ მე ჩემი ცხოვრება შევცვალო ანუ რაღაც ახალი გზაზე დადგა ადამიანი მივხვდით და უკვე ეს იმედები რომელიც მქონდა მივხვდი რომ ეს ყველაფერი თუ ადრე ნერვიულობდი ეს ყველაფერი პრინციპში იყო ანუ რაღაცა შეიძლება სისულელე მომენტ რა აი ესე რომ ვთქვათ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ახალი ეტაპი დაიწყო ადამიანს უეჭველი მის ცხოვრებაში უეჭველი რაღაცა დასრულდა და რაღაც დაიწყო ახალი და ну მოდით აბა კიდე ერთი ეს კი ну всё ახლა პრინციპში კი აქ გეუბნებით აქ სხვათა შორის შეიძლება ქონდა ადამიანს არჩევანი ორი კაცის შორის ერთი ეს ყოფილი ერთი მოქმედი მაგრამ ერთი მომენტი შემიძლია გითხრათ რომ აქ არ არის მე ვერ ვეტყოდი რომ ეს არის აი თქვათ ვიღაცა თუ ყავთ რომ ეს არის თქვენი თქვათ კანონიერი ქმარი არა შეიძლება თქვენ ვინმესთან ცხოვრობთ მაგრამ აქ არის ნუ даже არ გამოვრიცხავ შეიძლება ურთიერთობა მანძილზეც ანუ მანძილზე გამოჩნდება ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ეს ადამიანი даже შეიძლება აქ ინტიმიც არ გქონდა თქვენ უბრალოდ აი ეს მიმოწერები და რაღაცებიც გქონდათ რა ამასაც არ გამოვრიცხავ მაგრამ აქ სიტუაცია როგორ არის იცით მაინც თქვენ დაგაყენეს არჩევანის წინ რომ აი სად ვისთან რომელთან წავალ დაუშვათ რომელთან გავაგრძელო გზა მაგრამ ну ეს საბედო თემა იყო არა აქ უეჭველი გეუბნებით ეს არის ანუ იყო ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში თუ სიტუაცია თქვენი იცანით ეს სპეციალურად შემოვიდა რომ თქვენი ცხოვრება შეცვლილი იყო და თქვენ უკვე გეპოვათ თქვენი პირადი დანიშნულება და კიდე შემიძლია თქვა ვიღაცაზე ეს ადამიანი იმოქმედებს რომ ადამიანი დაბრუნდება იქ საიდანაც სადღაც წავიდა აი ეს ადამიანი ანუ დაბრუნებას ვხედავ მე ანუ შეიძლება თქვენ რაღაცა პერიოდი წასული იყავით სადღაც მაგრამ ეხლა ესეთი პერიოდი დადგა აქ რომ შეიძლება თქვენ მოგიწიოთ დაბრუნება უკან მაგრამ ну ეს ყოველთვის რა თქმა უნდა არა მაგრამ ვინც ფიქრობს ყოველ შემთხვევაში დაბრუნებაზე ეს შეიძლება ამ ადამიანის გამოჩენა კიდე ამისთვისაც იყოს საჭირო გაიგეთ რომ ანუ შენ უნდა დაბრუნდე იქ საიდანაც ну შენ წახვედე და ну ის რომ უეჭველი აქ ისე დატრიალდა ბედი რომ თქვენი აი ეს ამ შეხვედრამ გაახსნა თქვენი რაღაცა აი ნიჭი ცოდნა პირადი დანიშნულება ეს არის უეჭველი ну ნახეთ შეიძლება ზოგისთვის ეს პარტნიორი ის თქვა ახლა თქვა დაუშვათ ბიჭები თუ უყურებთ ან საერთოდ ახლა შეიძლება თქვენი ეს უბრალოდ ადამიანი გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში ისეთი რომ ან დაუშვათ თქვენ დიდი ხანია რაღაცა გინდოდათ მე მოხდა თქვენ ცხოვრებაში და უარსებობდებოდეთ თქვენ თავს მაგრამ მოხდა ისეთი სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში რომელმაც თქვენ მოგცეთ ბიძგი იმისთვის რომ თქვენ შეგეცვალათ თქვენი ცხოვრება აქ ეგეთი ინფორმაცია მოდის ეს თქვენი დაიჭირეთ კი ну რაზეც თქვენ ფიქრობდით და კი აქ მე ვფიქრობდი მაგრამ ჩემ თავს არ ვაძლევდი უფლებას რომ ეს მიმიღო რატომღაც არ აძლევდით მაგრამ ნამდვილად დასრულდა ეგ სიტუაცია აქ ახალი გზა აქ დასრულდა რაღაცა პერიოდი და აქ არის ახალი გზა აქ უეჭველი ახალი გზა არის
და ნამდვილად ეს თქვენ ძალიან აი როგორ არის ისეთი გახარებული ხართ სხვათა შორის ხო გეუბნებით რომ მე ნამდვილად იმიტომ აი აქ კიდე ისე დაბრუნდით ამ ფინანსურ თემაზე რომ თქვენ ახლა როგორ არის ისეთ აი თითქოს მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო რომ აქ რომ აი ეს თქვათ ვისწავლო ეს რაღაცა ან ყველაფერი ჩავდო ჩემი ძალა ჩემი ყველაფერი დრო იმაში რომ უფრო გავძლიერდე ანუ რომ მოკლედ რომ ვთქვათ, აქ როგორი სიტუაცია, მოდით რეზუმე გავაკეთოთ. ადამიანის ცხოვრებაში დაიწყო ცვლილება, რაღაცა პერიოდი, შეიცვალა, რაღაცა მოხდა, ბიძგი მოხდა, ეს ბიძგი შეიძლება დაუშვათ, აი, იყო რაღაცა მომენტი სიტყვაზე თქვენ შეიძლება თქვენს თავს ეძებდეთ დაუშვათ, ხო? ან შეიძლება ფიქრობდით, თქვათ, დაბრუნებას ისე ვთქვათ, ვთქვათ თქვენს ან თქვენს ქვეყანაზე, ქვეყანაში სადაც თქვენ ცხოვრობთ, ან პირიქით, ვთქვათ, ისე იქ, სადაც იყავით ადრე, ხო? აი, ამას ფიქრობდით. შეიძლება ფიქრობდით, რომ აი, რას შემიძლია კიდე ისეთი ვიპოვო, ვთქვათ, რომ ანუ ჩემი ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესდეს, ხო? აქ შემიძლია გითხრათ, რომ მაგ დროს აი, ზუსტად ჩდება ადამიანი, ჩდება სიტუაცია, რომელიც თქვენ გეხმარებათ. იმიტომ რომ როცა ჩვენ რამეს ვთხოვთ, ღმერთს, მაღალ ძალებს, რა ვიცი, როგორც გინდა ისე დაუძახეთ, შემოქმედს, ხო? ანუ ის ხო მიდის ჩვენი ფიქრები, ჩვენი ვიბრაციები, ნახეთ, სამყარო ჩვენ სიტყვებს კი ვერ იგებს, იგებს ჩვენს ვიბრაციებს, ხო? და ამიტომ ეს რა თქმა უნდა გვიგზავნიან რაღაცას ან ვიღაცას იმისთვის რომ იმან მოგცე ჩვენ ეს ბიძგი. მიხვდით? და აი აქ იყო ეს სიტუაცია ზუსტად, მაგრამ აქ ადამიანს უხარია, იმიტომ რომ რაღაცა დასრულდა მისი ცხოვრება, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობდა რომ აი რა და გამოდის ამ მდგომარეობიდან და რასაც დიდი ხანია ველოდებოდი მაგრამ აი შეიძლება даже ვერ აყალიბებდა ადამიანი, აი რა მინდა, ვერ აყალიბებდა. ანუ ვგრძნობ რაღაცას, მაგრამ აი მაგალითად ზოგს აქვს ინტუიცია ძალიან განვითარებული, ხო? ან დაუშვათ რაღაცას იტყვის და ისასრულდება სიტყვაზე, ხო? ან თქვათ ახლა მოსწონს რაღაცა პასიანსები, ყავაშეჩახედვები, რაღაცები, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევს, რომ ეს არის პატარა-პატარა ნიშნები. ან კითხულობს, თქვათ, გვეცნობიერზე დაუშვოთ, ან რაღაცა ისეთი ლიტერატურას ფსიქოლოგიაზე, თქვათ, იტაცება, აი, შეიძლება სულ სხვა პროფესია აქვს, მაგრამ არჩეული, მაგრამ აი ეს თემები აინტერესებს, ხო? მაგრამ ადამიანი პასუხს ვერ პოულობს რატომ აქ ეს რაღაცები რა და ზოგჯერ даже ეშინია ადამიანს თავის რომ აი რა ვიცი უკვე მეშინია რასაც არ თქვია ეს ყველაფერი მოხდა. მაგრამ ეს ყველაფერი არის ნიშანი იმისი, რომ შენ გაქვს რაღაცა საკრალური ცოდნა. შენ რაღაცა იცი იმაზე მეტი შეიძლება ვიდრე სხვები. მაგრამ და ესე იგი ანუ შენ შეგიძლია ეს შენი ნიჭი გამოიყენო და იყო საჭირო სხვებისთვის, მაგრამ ჩვენ მასე არ ვფიქრობთ, ხო? ჩვენ უბრალოდ ამას უყურებთ, რომ უცნაური ვარ. მაგრამ მოდის, როცა უკვე ადამიანი მზად არის იმისთვის, რომ მისი ცხოვრება შეიცვალო და ანუ რაღაცა ამ პერიოდში ერთგვარ გამოცდილებას ხო ვიღებთ ჩვენ ახლა სხვადასხვა სიტუაციები გვაქვს ჩვენ ცხოვრებაში, ხო, რომელიც ჩვენ რაღაცებს გვასწავლის და ჩვენ უკვე რაღაცა გამოცდილებასაც ვიღებთ. ანუ ეს გამოცდილება არის ვიღაცისთვისაც საჭირო. ანუ თქვენ ამ გამოცდილებით თქვენ ცხოვრებასაც ცვლით, რაღაცები შემოდი, რაღაცა იცვლება თქვენ ცხოვრება სხვანაირად, ფიქრობთ სხვანაირად, აზროვნებთ და უკვე ეს თქვენი გამოცდილება სჭირდება ვიღაცას. ეს ასე მუშაობს. მაგრამ თქვენ არ იცით დაუშვათ ახლა ნეტა ვის რაში უნდა. ამიტომ ეს სიტუაციები, აი ესეთი სიტუაციები შემოდის ჩვენ ცხოვრებაში ან ადამიანების სახით, ან სიტუაციებით, რომ ჩვენ გაგვაღვიძოს, ასე თქვა და თქვათ, რომ დაინახე, რომ შენ ეს და ეს რო იცი, შენ ეს უნდა ყველაფერი გამოიყენო. ამით მოსული ხარ. აი იმიტომ მატრიცას რო ვარჩევ, რომ მოდიან ჩემთან, აი გაოცებულები არიან, რომ კი, ესეც მქონდა, მაგრამ მე არ ვიცოდი თუ ეს ამისთვის.
და ჩემთან კურსზე ვინც მოდიან მოსწავლეები, სტუდენტები, ჩემი აი ყველა არის როგორ მოხდე კურსზე და გაუგებრობაში არის, ვაიმე აქ როგორ აღმოჩნდა. მაგრამ მე დროთა განმავლობაში ხა რო სწავლობთ, ანუ იხსენებენ, მოდით ასე ვთქვათ, იხსენებენ ამ ტაროს მეშვეობით, ამ თავის ჩაძინებულ ნიჭს აღვიძებენ და მერე უკვე მოდიან ადამიანები, ვისაც უნდა უშუალოდ მათი ცოდნა, то есть მე მაღვიძარა ვარ. გავაღვიძე, ну ეხა მაგალითს ვამბობ, просто ну ეხა ტაროზე. გავაღვიძე და ეს ადამიანი ეხლა თავისი ეს ცოდნა, თავისი ეს გამოცდილება მას მისცა სხვა მიმართულება. ანუ გამოუჩნდა ინსტრუმენტი, რომლითაც შეუძლია ადამიანს უფრო ადვილად თავისი გამოცდილება გადასცეს. იმიტომ რომ ყოველთვის მოდიან ესეთი ადამიანები ჩვენთან, ვისაც აქვს იგივე სიტუაციები, რაც ჩვენ უკვე გამოვიარეთ, მივიღეთ გამოცდილება და ეხლა უკვე ჩვენს შეგვიძლია იმ ადამიანებს დავეხმაროთ. მივხვდით? აი იმიტომ ვამბობ მე რომ ტაროს ესეთი ინსტრუმენტი არის გააჩნია ვის ხელშია. შენ შეგიძლია ჯადოები აკეთო და კარმა გააპუჭო შენი კიდე და სისულელები და ანუ სასიყვარულო რაღაცა მაგიას გააკეთო და აი ნუ რაღაც რა ვიცი რა მერტო ჩემო ან შეგიძლია გამოიყენო ეს ინსტრუმენტი ისე რომ ისევ შენი თავის გახსნა, შენი ფინანსური მდგომარეობაც გააუმჯობესო და შენი გამოცდილებით დაეხმარო უამრავ ადამიანს. იმიტომ რომ შენ სწორედ შეგიძლია ეს როგორც ფსიქოლოგი, რა ფსიქოლოგის ხო სწავლობს, ახლა მე ხო ბევრჯერ მითქვა თქვენთვის, რომ ეს არის ფსიქოლოგის სხვადასხვა წიგნები და დასტები. იმიტომ რომ ფსიქოლოგია ახლა მარტო ერთ წიგნს ხო არ სწავლობს, ну თქვათ ახლა უეიტი დაუშვათ, ну კლასიკა. ეს არის ჩვეულებრივ პირველ კურსზე სტუდენტი ახლა ბაზას ხო სწავლობს. მერე უკვე კიდე მინდა მე ჩემი განვითარება ხო მივიღო სხვადასხვა ინსტრუმენტები აქვს. ну აი აქ ესეთი სიტუაცია, ანუ ადამიანს აქ ვისთვისაც იყო ეს ინფორმაცია დღევანდელი, აი თქვენ თუ დაუშვათ ახლა სიტუაცია რამე იყო და თქვენ გრძნობთ თუნდაც ახლა იმას, რომ რაღაცა იცვლება და რაღაცა მიხარია, მაგრამ რა მიხარია, ალზე არა ვარ, ხო? ან ეს ადამიანი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, ისთვის შემოვიდა, ვეღარ გავიგე, როგორ შემოვიდა, ისევ წავიდა და დამტოვა აფსაიჩე. და აი ამისთვის შემოვიდა ეს ადამიანი, თქვენ რო იცოდეთ, რომ თქვენი გაღვიძებისთვის მე გისურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულს, ბედნიერებას და მინდა რომ ყველას გქონდეთ თქვენი საყვარლის საქმე, რომელიც თქვენს გაგახარებთ და ამით სხვაებიც შეძლოთ რომ გაახაროთ.